პირველ რიგში აქ მეჩანს, რომ ადამიანი შენგან წავიდა და კარმულად ამ წასვლის მიზეზი ის იყო, რომ შენ უფრო მეტად უნდა გაძლიერებულიყავი, უნდა ყოფილიყავი უფრო მეტად წარმატებული, უფრო მეტად შემდგარი, უფრო მეტად კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით და ეს ყველაფერი ვერ გექნებოდა ეს ადამიანი, რომ შენ ცხოვრებაში დარჩენილიყო. და ამ წასვლა მოგცა სწორედ ის შესაძლებლობა, რომ შენი ცხოვრება გადაგეყვანა ახალ ეტაპზე და მატერიალური კუთხით უფრო მეტად განვითარებულიყავი. ასევე შენ ამ ურთიერთობის დასრულებამ ასევე გამოიწვია ის, რომ ძალიან სწრაფად მოხდა შენ ცხოვრებაში ცვლილებები. ძალიან სწრაფად გაცნობიერე რაღაცები და გადახვედი ცნობიერების ახალ მდგომარეობაში, რომლის მისაღწევადაც ის მგონია, რომ ადამიანებს რეალურად წლები სჭირდებათ, მაგრამ შენ შეძელი და ძალიან მოკლე დროში მიაღწია ამ ყველაფერს და სწორედ ამ ადამიანს უნდა უმადლოდე ამ ყველაფერს, რადგან ამ ურთიერთობამ, ასე ვთქვათ, მოგცა ის ძალა, რომელიც შენ გჭირდებოდა ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ამ ურთიერთობამ მოგცა შენ ის, რომ შენ შეძელი დაგინახე შენი ჩრდილი, შენი ბნელი მხარე, შენი ძალა, რომელსაც შენ არ აღიარებდი, შენი უნარი ლიდერობის, შენი უნარი წინსვლის, განვითარების, რაღაც ისეთი რესურსები გქონდა შენ ჩრდილში განდევნილი, რომელიც შენ რეალურად ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანდა ცხოვრებაში და შესაბამისად შენ არ აღიარებდი ამ ყველაფერს და ამ ადამიანთან ურთიერთობა დაგეხმარა სწორედ იმაში, რომ შენ იპოვე შენი ბნელი მხარე. რაღაც ძალაუფლების წყურვილი, აქ ისიც ძალიან აქტიურად მომდის ეს ენერგია და ამ ადამიანმა გაგიღვიძა, ასე ვთქვათ, მადა, რომ ქონოდა მეტი ძალაუფლება, მეტი ავტორიტეტი, მეტი საშუალება, რომ გემართა შენი ცხოვრება და შენი გარემო, რომელშიც შენ ცხოვრობ, ხო? და თითქოს უფრო მეტი სურვილი გაგიჩინა. და სწორედ ეს იყო ამ ურთიერთობის დანიშნულება. როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა შენ ცხოვრებაში, ეს ადამიანი წავიდა და ეს წასვლა იყო ძალიან ლოგიკური დასასრული. და ახლა ვიგეტყვი რატო. რეალურად ეს ადამიანი არ არის იმ ენერგიებში, რომელშიც ხარ შენ. არის შენგან ძალიან განსხვავებული ადამიანი. შენ ხარ ადამიანი, რომელიც მოძრაობს, რომელიც წინ მიდის, რომელიც არ ჩერდება. მაგრამ ეს ადამიანი პირიქით. ეს არის ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთ ადგილს ტკეპნის თქვ ვერ ვიტყვი, მაგრამ შეიძლება ესეც ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანის დანიშნულება რეალურად ის იყო, რომ მას უნდა შეექმნა სიმყარე და უნდა შეექმნა სტაბილურობა. მაგალითად როგორც ხე, ხო, ამ შემთხვევაში, როგორც აქ ჩანს, რომელიც ფესვს იდგავს ნიადაგში და რომელიც ვითარდება ერთ ადგილას, ხო? ის არ მიდის წინ, მაგრამ იქ, სადაც არის პოულობს სიმყარეს და ძლიერდება. და ეს ადამიანი თუ იყო ხე, რომელსაც ჰქონდა ფესვები, ანუ შენ იყავი, ასე ვთქვათ, უფრო ფრინველი, რომელსაც ჰქონდა ფრთები და რომელსაც უნდა ეფრინა, ხო? და თქვენი ბუნება იყო სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან. და სწორედ ამ ადამიანის უნარმა, რომ ჰქონდა მას ძალიან დიდი სიჯიუტე, ნებისყოფა და ბევრი ის თვისება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ ფეხზე და მყარად ვიდგეთ ნიადაგზე, შენშიც გააღვიძა ეს თვისებები, ხო? იმიტომ რომ ფრინველი არის ცოტა უფრო მსუბუქი, უფრო მოფარფატე, ასე ვთქვათ, და რაღაც მიწიერ ცხოვრებასთან უჭირს ადაპტაცია, ხო? არის უფრო ცაშია მისი ადგილი და არა მიწაზე და ამ ადამიანთან ურთიერთობამ გასწავლა არა მარტო ფრენა, ფრენა შენ ისედაც იცოდი. ამ ადამიანთან ურთიერთობამ გასწავლა მიწაზე მყარად გობა და ეხლა შენ ხარ ადამიანი, რომელიც მიწაზეც ძალიან მყარად დგას, მაგრამ ძალიან დიდ ოცნებებს, ასე ვთქვათ, ეჭიდება და ძალიან დიდ მიზნებს ეჭიდება თავის ცხოვრებაში და აი სწორედ ამ ორი ენერგიის ინტეგრაცია იყო იმისი საშუალება, რომ შენ მისულიყავდი იქამდე, სადაც შენ მიხვედი.
და ამ ადამიანმა შეასრულა თავისი მისია შენ ცხოვრებაში და შეასრულა იდეალურად და როგორც კი შეასრულა ეს მისია, ეს ადამიანი გახდა შენთვის, ასე ვთქვათ, უკვე დამაბრკოლებელი და რატო გახდა დამაბრკოლებელი? იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც არის შექმნილი ფრენისთვის და ეს ადამიანი გაიძულებდა, რომ ყოფილიყავი მიწაზე და დაგევიწყებინა ფრენა, მაგრამ შენ ფრენა არ უნდა დაგევიწყებინა სიამდვილეში, პირიქით, უნდა გესწავლა ამ ადამიანისგან მიწაზე მყარად დგომა და ისე გეფრინა, რომ ასე ვთქვათ, ბალანსი გეპოვა, რომ მიწიდან შენ მიგეღო სტაბილურობა და ჰაერიდან შენ მიგეღო, ასე ვთქვათ, ის სიმსუბუქე და დიდი მიზნები, რომელიც შენ რეალურად გაქვს. და ეს ადამიანი გაბავდა მიწაზე, იმით რომ ზედმეტად გაგიგრძელდა, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში ყოფნა და აქედან გამოსვლა სწორედ იყო იმის საშუალება, რომ შენ გადასულიყავი ცხოვრების ახალ ეტაპზე. მან გასწავლა მიწიერი ცხოვრება და როდესაც ეს მიწიერი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ინტეგრირდა და შევიდა, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში რაღაც მსუბუქ და ჰაეროვან ბუნებასთან, რომელიც შენ გაქვს, შეიქმნა რაღაც უძლიერესი ენერგია, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეუძლია სამყაროში, რაც არ უნდა მოინდომოს. ამან მოგიტანა ძალიან დიდი თვითკმარობა, ძალიან დიდი სიმყარე, სიამაყე, საკუთარი თავის რწმენა და რაც მთავარია. ამან მოგიტანა საყრდენი, რომელიც ძალიან გაყდა შენ ცხოვრებაში და ეს საყრდენი არ არის რაღაც სხვაზე დამოკიდებული, ეს საყრდენი არ არის ნაჩუქარი. ეს არის საყრდენი, რომელიც რეალურად შენ შექმენი და ამ ადამიანისგან მიღებული უნარებით შექმენი, ეს მატერიალური საყრდენი, რომელიც შენ გაქვს ცხოვრებაში და ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი მიგიღია სამყაროსგან და ამ ადამიანმა შენ ნამდვილად ბევრი რაღაც მოგცა. ხო, შენ შეიძლება ეხლა დარდობ იმაზე, რომ აი რატო დასრულდა ეს ყველაფერი ასე და ჯერ კიდევ გქონდეს მოლოდინი იმისგან, რომ ამ ადამიანმა რაღაც შეცვალოს პოზიცია, გამოვიდეს კონტაქტზე, დაბრუნდეს და ამის გამო ძალიან ნერვიულობ, მაგრამ რა? მაგრამ ეშმაკის არკანი ამომდეს, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს და არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ დოზირება ნახე არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი დოზით შხამი არის წამალი, მაგრამ გადაჭარბებული დოზით ამ შხამმა შეიძლება მოკლა. შეიძლება კი არ მოკლავს უეჭველი, ხო? და ის, ასე ვთქვათ, წამალი რაც უნდა მიგიღო აქედან უკვე მიღებული გაქვს. ეხლა უნდა დაასრულო, ეხლა უნდა გააგრძელო და ეხლა წინ უნდა წახვიდე. და წახვ წინ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები გელოდება. წინ გელოდება ახალი თავგადასავლები, ახალი სიტუაციები და ახალი ადამიანები. ასე რომ, შეგეშინდება გზის გაგრძელების, რადგან შენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა შენთვის, თუ რეზონირდა შენზე დამიწერე კომენტარებში, ხოლო პირად სესიებზე მომწერე ინსტაგრამზე.